პარლამენტი ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვასაც მიუბრუნდა, თუმცა დეპუტატების ნაწილი, ანუ უმცირესობა, მიიჩნევს, რომ პროცესი ზედმეტად ნელა და გაჭიანურებით მიმდინარეობს. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც განაგრძობენ კამპანიას ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ. სამართალდამცავებს სურვილის შემთხვევაში უნებართვით 21,000-იან მეტი საუბრის მოსმენა შეუძლიათ. მოითხოვეთ ცვლილება. ეს შენ გეხება. ცვლილებები კანონმდებლობაში კამპანია ეს შენ გეხებას ფარგლებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა უკვე მოითხოვეს. პაკეტი პარლამენტში გასული წლის მაისში შევიდა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ საკითხის განხილვა გასულ კვირას დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციები მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიმართ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესზე საუბრობენ და მოქალაქეებს პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ყველაფერი შეიძლება, არსებობდა სისტემა, რომელიც აბსოლუტურად უკონტროლო იყო, ეხლა იქნება სისტემა, რომელსაც ექნება კონტროლი საპარლამენტო სასამართლო დემოკრატიული ინსტიტუტების მხრიდან. აქამდე არსებობდა კატეგორიული მოსაზრებები, კატეგორიად განსხვავებული, დღეს ვითარება უფრო კონსტრუქციულია, შეცვლილია. გასული სასესიო კვირის განმავლობაში ფარული მოსმენების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტის სამ კომიტეტში განიხილეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გავა საკითხი კენჭისყრაზე. საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს. პროცედურები, რომელიც არის მონიტორინგთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებით, ეს ჯერ კიდევ არ არის შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ და რანაირად უნდა მოხდეს და როგორც ჩანს, მას შემდეგ რაც კანონს მიიღებენ იმედია მალე, კიდევ იქნება რამდენიმე თვე საჭირო იმისათვის, რომ პროცედურები სრულად ამოქმედდეს, შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვნად შეზღუდავს ფარული მოსმენების განხორციელებას, საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცდება. ერთის მხრივ ეს იქნება კონსტიტუციური უფლების დაცვა, ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული და მას უკანონოდ არავინ არ მოусმეს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს გარანტიები კანონმდებლობით შეიქმნება. მეორეს მხრივ ბუნებრივია სახელმწიფოს ექნება კანონით კონკრეტულად გაწერილ შემთხვევებში, როდის უნდა განახორციელოს ოპერატიული ღონისძიებები. იმისათვის, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ საზოგადოების ყურადღება არ შემცირდეს, მოძრაობა ეს შენ გეხება ისევ გვისმენენ სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს. გამოცხადებულია ვიდეო რგოლების კონკურსი, სადაც მსურველებმა სწორედ ფარული მოსმენების თემატიკაზე საკუთარი ნამუშევრები უნდა წარადგინონ. უნდა მომზადდეს სამწუთიანი, ასე ვთქვათ, მაქსიმუმ 3 წუთის ხანგრძლივობის ვიდეო რგოლი, რომელსაც გამოსახული იქნება როგორც ხალისიანი მეთოდით, ასევე ნებისმიერი ტიპით, როგორც ჩათვლის ავტორი. ასე ვთქვათ, პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეუხებელია ადამიანის პირადი, ასე ვთქვათ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ფარული მოსმენების თემაზე საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა 25 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი.